სახალხო დამცველის ანგარიშსაც მოვისმენთ და კვირის ბოლომდე ასევე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია დატვირთული კვირა გვაქვს როგორც ხედავთ ასევე ჩვენ ვიმსჯელებთ მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ამასთან დაკავშირებით დღეს ბატონმა ირაკლიმ კობახიძემ გაახმოვანა ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენ ევროკომისიას ვუგზავნით 3 შესაძლო თეორიულ ვარიანტს რაც კი შეიძლება გამომდინარეობდეს იმ ევროდირექტივიდან რომელიც თავად კომისიის მხრიდან იქნა მოწოდებული როგორც წერილობითი ასევე ზეპირი კომუნიკაციის ფორმით და მივიღებთ წინასწარ ვაცხადებთ იმ ვარიანტს რომელსაც ამოარჩევენ ევროკომისიის წარმომადგენლები ამიტომ აქ კითხვები არ არის და სხვათა შორის ძალიან პრინციპულად მიუღებელი იყო პირდაპირ რომ ვთქვათ PR კამპანიის აწევა იმასთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტების და მისი მედია საშუალებების მხრიდან პირველი რატომ ჩქარობს ქართული ოცნება მაშინ როდესაც ძალიან მოკლე ხანში უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის დასკვნა. ამიტომ რატო ჩქარობს ეს კითხვა აბსოლუტურად არარელევანტურია ერთი და მეორე რაღაც კრიტიკულ შენიშვნებს გამოგვქონდნენ იმ საკითხთან დაკავშირებით რაზეც ევროკომისიამ პირდაპირ დირექტივა მოგცა. აქედან გამომდინარე ჯობს რომ ჯერ წაიკითხონ ხოლმე რაშია საქმე და შემდეგ გააპროტესტონ ესა თუ ის საკითხი თუნდაც მის ვადასთან დაკავშირებით. აგრეთვე რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ამასთან დაკავშირებით გვინდა მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მიუხედავად იმისა რომ ისინი აცხადებენ რომ არ შემოვლენ სხდომაზე სადაც იქნება კენჭის ხრა ამ საკითხისა კი ბატონო ნუ შემოვლენ მაგრამ მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში მაინც იმისათვის რომ საქართველოს მოსახლეობას ქართულ საზოგადოებას წარუდგინონ თავისი არგუმენტები თუ რა არგუმენტები აქვთ იმ ვერსიის და იმ რეალური რელევანტური სწორი პოზიციის გასაბათილებლად რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი უკვე დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. აქ ძალიან საინტერესო იქნება მათი საპირისპირო არგუმენტები. სავარაუდოდ ისინი გაექცევიან ამ განხილვას, თუმცა ჩვენ მაინც მოვუწოდებთ რომ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში. კი ბატონო, არ შემოვიდნენ, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან და ელემენტარული ნდობა არ აქვს ერთმანეთის, მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში. ასევე ამ წუთამდე უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისმა წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებულ კითხვას თქვენი კოლეგის მიერ დასმულს როგორც ვნახეთ თავი აარიდეს თუმცა ჩვენ ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას ის აღიარებს საერთოდ ცნობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მადლობა ახლა დაველოდებით თქვენს კითხვებს დიახ ნიკა გვარამიას რამდენი კითხვა ყოფილა ამ პატარა საკითხთან დაკავშირებით ძანეთ დიახ კი ბატონო მოდი იმას უპასუხებ ჯერ ნიკა გვარამიას სხვა საკითხებთან დაკავშირებით რა გითხრათ მაგრამ იმხელა და იმ დონის განათლება მაინც აქვს რომ არა მისი ქვეცნობიერი მას ეთქვა რომ თუ უნდა და თქვათ სხვა მოსამართლეებზე შეურაცხყოფის მიყენება თუ მათი დისკრედიტაცია თუ რაღაც სხვა გვარი თქვათ დამოკიდებულება გამოიხატა ეთქვა რომ მოსამართლე იქიდან მხოლოდ 3 არის როდესაც ის ამბობს რომ 3 მოსამართლე გვყავს ეს ყიდის მის პოზიციას ქვეცნობიერი მაინც ისეთი რამაა რაც ვერ მალავს ხოლმე ხშირად თავს და მან თქვა რომ ჩვენ 3 მოსამართლე გვყავს კი მათ როგორც აღმოჩნდა იმედი ჰქონდათ არც მალავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები წინა დღეებში სახელებით და გვარებით ლაპარაკობდნენ რომ მათი იმედი გვაქვს თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები ინტერვიუები სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელებით და გვარებით ლაპარაკობენ იმ მოსამართლეებზე რომლებიც დააფიქსირებდნენ განსხვავებულ აზრს მაგრამ ამ დრომდე რომ განსხვავებული პოზიცია არ არის ეს ბუნებრივი ამბავია
იქიდან გამომდინარე რომ მართლა ვერ წარმომიდგენია მე როგორც ამ შემთხვევაში არაპოლიტიკოს იურისტს რა უნდა ჩაწერონ განსხვავებულ პოზიციაში. თუ ისინი ფიქრობენ და მართლაც ნიკა გვარამიას და სხვებს ყავთ ეს მოსამართლეები, ისინი მათ თხოვენ როგორც ჩანს განსხვავებული აზრის იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ საბოლოო შედეგი იყოს დასკვნის სახით ჩაწერილი, რომ პრეზიდენტს თითქოს არ დაურღვევია კონსტიტუცია. ამის დაწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. წარმოუდგენელია რა იურიდიული არგუმენტი უნდა ჩაწეროს ადამიანმა, იურისტმა, თუმას იურისტი ქვია, რომ პრეზიდენტს არ დაურღვევია. ამიტომ არ გვაქვს ამ დრომდე დაიწერა თუ არ ვთქვი 50 გვერდია, ხო? 50 გვერდიანი დასკვნა და გაცილებით ნაკლები ალბათ სავარაუდოდ შეუძლებელი გახდა ამ დროში დაწერილიყო სამი მოსამართლის მიერ. რატომ? იმიტომ რომ მათ აქვთ იურიდიული განათლება და უჭირთ როგორც ჩანს თუ დავალებაა და როგორც გამოსდა გვარამიას პოსტში ასე ჩანს იმის შესრულება და აღსრულება რომ დაწერონ რომ არ დაურღვევია პრეზიდენტის კონსტიტუცია. დაველოდოთ მაინც წინსრებით ნუ გავაკეთებით დასკვნებს რას დაწერენ თუ განსხვავებული პოზიცია იმაში გამოიხატება რომ დაარღვია მაგრამ რაღაც არ ვიცი იურიდიული წიაღსულები უნდა განავითარონ მაინც სიტუაციის რაღაცნაირად შესამსუბუქებლად ეს არ ვიცი მაგრამ მე როგორც იურისტს ვიმეორებ წარმოუდგენლად მიმაჩნია რა უნდა დაწერონ რომ დაიჭირონ პრეზიდენტის მხარე და დარღვევაში თანამონაწილეები გახდნენ. ასევე პოლონეთის დაკავშირებით აკადემიკოსული ექსპერტები და დათვლილია ფულ 70%. ჩვენ გვახსოვს რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნებში 6 საათი დაგვიანება შეფასდა. აქედან გამომდინარე როგორ აფასებთ 6 საათი კი არა, გაგახსენებთ პირველი 2 საათიდან ღამის გამთინის პირველი 2 საათიდან დაიწყო PR შტურმი რას აკეთებენ აქამდე ვერ დათვალეს ხმები ეთყობა რაღაც უბედურება ხდებაო გახსოვთ ალბათ ხო რომელიმე ხო არ არის რომ ეს არ ახსოვდეს საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ რამდენიმე საათში საარჩევნო უბნების დაკეტვიდან ატყდა მთელი ამბავი როგორც იტყვიან ჩვენთან იმასთან დაკავშირებით როგორმე მომხდარიყო წინწრებით საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია რომ ამდენი ხანი ხმები ვერ დათვალეს აგერ ვნახულობთ ხედავთ ევროპულ პრაქტიკას რომ 70%-ია დათვლილი, შესაბამისად 30 კვლავ დაუთვლელია, რომელი საათი ხა 9:09 თითქმის, ხო? შესაბამისად, რამხელა სპეკულაციასთან მქონდა საქმე, გარდა იმისა, რომ პარალელურ ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და 1000 გვარი რამე იკადრეს იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მომხდარიყო საარჩევნო პროცესის, ამის გარდა პირველივე საათებში 3-4 საათის გასვლის შემდეგ დათვლილ ხმებს ითხოვდნენ მაშინ როდესაც ეს იციან რომ თეორიულადაც შეუძლებელია აგერ პოლონელები აქამდე აი ამ დრომდე ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ მოუდნენ 70%-ის დათვლას. დიახ. რომელ საკითხზე ბოდიში? არა ზუსტად ეხა მე ამ თემების ესე დეტალურად ჩასვლა ნამდვილად არ შემიძლია როგორ წავა საკითხები ძალიან ტექნიკური ამბავია შემიძლია გითხრათ რომ კვირის ბოლომდე ეს იქნება იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ორკვირიანი ვადა და შემდეგი კვირას ასესიო არ გახლავთ. აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტი ჩვენ იმპიჩმენტის საკითხი უნდა განვიხილოთ და ამას კენჭი უნდა ვუყაროთ მიმდინარე ასესიო კვირაში, თუმცა კონკრეტულ დღეს ვერ დაგისახელებთ კვირის ბოლომდე კენჭის ხრა იქნება და განხილვა ამ საკითხის. ბრძანეთ. მე შემიძლია პირველი ის გითხრათ თქვენი შიშები არ გამართლდება და შევეცდებით თქვენი ხათრით პირადად თუ გნებავთ რომ თქვენი ხათრით პირადად შევეცდებით რომ ერთ დღეს ჩავატაროთ კენჭისყრაც და განხილვაც, იმიტომ რომ არ იქნება რელევანტური ისედაც თქვენი განსაკუთრებული ხათრი რომ არ გქონდეს რომ ჩავატაროთ ერთ დღეს განხილვა და შემდეგი დღისთვის გადავდოთ კენჭისყრა. თქვენ თუ ფიქრობთ რომ ჩვენ რაღაცა განსაკუთრებულ მობილიზებას ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ ამ შიშებს გაგიქარწყოთ ამაზე საუბრობთ ეს შიშები ოპოზიციას აქვს ზოგადად რომ მათ გონიათ რომ ჩვენ ვიღაცებს მოვისყიდით ასეთ რაღაცები არ ხდება არც მცდელობა არ გქონია და არც უნდებით ამ კვირაში ჩვენთვის თავარი იყო რომ სახელი დარქმეოდა იმ დემონსტრაციულ დარღვევას რასაც პრეზიდენტის მხრიდან ჰქონდა ადგილი და დაფიქსირებულიყო მისი მხრიდან დარღვევა ეს დაფიქსირდა ეს გახმოვანდა ეს გამოვიდა ხელის გულზე დაიდო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა რომ დიახ ეს ნამდვილად იყო დარღვევა სხვაგვარად ვერც კი წარმოგვედგინა იმდენად აშკარა დარღვევასთან გვაქვს საქმე ამავდროულად შემიძლია გითხრათ რომ არ ყოფილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება
გაცილებით დიდ პრობლემასთან გვექნებოდა საქმე, ამას წინასწარ ვერ იდებოდით რაღაც. თქვენ რომ მაგალითად შანტაჟი არ დაგერქნათ. ახლა თავისუფლად ვიტყვი. დღის წესრიგში დგებოდა საკითხი. საერთოდ გვაქვს თუ არა საპარლამენტო მმართველობა ქვეყანაში? ხომ არ არის საპრეზიდენტო? ან ნახევრად საპრეზიდენტო. ამაზე ჩვენ საუბრობდით, მაგრამ ის რომ ეს უსერიოზულესი პრობლემა შეიძლება შექმნილიყო, ამაზე ჩვენ ხაზგასმით არ ვლაპარაკობთ, რაიმე სპეკულაცია რომ არ მოგეყოლებინათ. ჩვენ დაგვიდგებოდა დღის წესრიგში პრობლემა, გვაქვს თუ არა საქართველოში საპარლამენტო მმართველობა. იმიტომ რომ თუ ამ მუხს ვიღაცა თარგმნის იურისტის პროფესიიდან, ჩარჩოებიდან, დაწერილი ნორმებიდან, მისი სწორი ინტერპრეტაციიდან, საერთოდ იურიდიული ლოგიკიდან, სამართლებრივი ლოგიკიდან გავა, მაშინ შეიძლება იმჯეროს ვიღაცამ რომ გვაქვს ნახევრად საპრეზიდენტო, ან ნახევრად საპარლამენტო, როგორც გნებავთ დავარქვათ, რაღაცა აბსურდული მოცემულობა ლოგიკისა გვექნებოდა ქვეყანა და ეს სხვა პრობლემებსაც წარმოშობდა. ისეც როგორცაც მაგალითად თავარსარდალია შეუძლია გამოიყვანოს ჯარი. სახელმწიფოს მეთაურია უნდა დაემორჩილოს ნებისმიერი სამინისტრო, რაც არ უნდა დავალება გაცეს და აღსრულებაში უნდა შეიჭრას. ამ სახის პრობლემებთან გვექნებოდა საქმე და შეუძლებელი იყო დღეს მე სპეციალურად ამოვიწერე ხან შესაძლებლობით ვისარგებლებ ერთადერთი წინადადება აქვს პრეზიდენტის წარმომადგენლის ამოწერილი და რა მსჯელობას უპირისპირებია. საერთოდ შეიძლება კომენტარიც არ გავაკეთო, ამაზე აღარ გავაგრძელო, როდესაც ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი. ერთი მხრივ მისი სიტყვების ციტირებას ვახდენ, არც უნდა არანაირი ინტერპრეტაცია. ერთი მხრივ ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრობს. საკონსტიტუციო სასამართლო ერთი მხრივ ამბობს, რომ 59 მუხლი არის სტატუსის განსაზღვრელი და არ წარმოშობს უფლებამოსილებას და მეორე მხრივ ის ადგენს, რომ რა თქმა უნდა უფლებამოსილებები აქვს პრეზიდენტს. გაიგეთ წინდება. ერთი მხრივ ამბობს, რომ სტატუს, ესე იგი 59 მუხლი არის სტატუსის განსაზღვრელი და მეორე მხრივ ამბობს, რომ უფლებამოსილებები აქვს პრეზიდენტს. დიახ, აქვს უფლებამოსილებები. სხვა მუხლში წერია ოღონდ. აი წარმოიდგინეთ რა დონის ლოგიკას ავითარებს იურისტი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. როგორ აბნევს და მე სიტყვების თამაშზე თვითონ აკეთებს აქცენტს. თვითონ საუბრობს რაღაც სიტყვების თამაშიო. სიტყვების თამაშის და სპეკულაციის ხარისხი რა წინადადებად აგიკითხეთ. რა ვიცი, ამის გათავისება შეიძლება იურისტი არ იყო, მაგრამ მარტივი არ არის რთული, ხო? არა, მაინც რთულია. ბრძანებთ ახლა. გასაგებია თქვენთვის რა გადაწყვეტილებაც არის მისაღები თუ მისი გაკეთება. მისაღები არა. რეალური მისაღებზე არ არის. დიახ. ზურაბიშვილისთვის ფიქრობთ რომ რამე შეცვლის ეს გადაწყვეტილება? ანუ ფიქრობთ რომ ევროპაში აღარ წავა და დაეულდება ღარიბაშვილის დებატს? ჩემ ფიქრზე ხო არ არის. ანუ როგორ ფიქრობთ რა გამოდის მოახდენს ეს ყველაფერი ზურაბიშვილზე? იმპიჩმენტს ვერ ახერხებთ. საკონსტიტუციო მიიღო გადაწყვეტილება. შეწყვეტს თუ არა, ამასთან დაკავშირებით მე არ ვიცი შედეგს რას მოიტანს, მე არ შეიძლება რაღაც ვივარაუდო, არ ვიცი ზურაბიშვილის ამ შემთხვევაში პრეზიდენტის თავში რა აზრები მოვა, რა გადაწყვეტილებას ის გააგრძელებს დემონსტრაციულად მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების და დაასტურის ამ რომ მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხო არ ვიცი წინასწარ რას იზავს, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ყველას გვეცოდინება რომ პრეზიდენტი რომელსაც პრაქტიკულად აღარ აქვს ლეგიტიმაცია, რადგან ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და პრეზიდენტად მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ ნაცები მხარს უჭერენ ამ დარღვევაში და ხდებიან მისი თანამონაწილეები და ყველა ის დეპუტატი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიუხედავად მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, ხდება გარკვეულწილად მისი თანამონაწილე, თანამზრახველი კონსტიტუციის დარღვევაში, ხო? ამ ყველაფრის და მისი არალეგიტიმურობის უკვე მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს მას კითხეთ, ოღონდ გირჩევთ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ყოველგვარი რაღაც თქვენ საქმიანობაში ჩარევის გარეშე ღმერთმა დამიფაროს, გირჩევთ რომ პირველი კითხვა ეს კი არ დაუსვათ. დაუსვათ შეკითხვა აღიარებს თუ არა უბრალოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ მან არ აღიარა და არ გამიკვირდება რომ საერთოდ არც აღიარებდეს და გააგრძელოს დიახ, გაკვირებას ნამდვილად არ გამოიწვევს, იმიტომ რომ მან არ აღიარა მართლობის ფორმა ამ ქვეყნის. რომელი მართლობის ფორმის დროს მას ამ დათქმით მისცა საქართველოს მოსახლეობამ ხმა არ აღიარა საქართველოს კონსტიტუცია და შეფუთული თვითონ ევროპული მიზეზით მაინც დაარღვია კონსტიტუცია მიუხედავად იმისა რომ მან იწოდა რომ არღვოდა თან თავადაც დაადასტურა. შესაბამისად საერთოდ არ იქნება გასაკვირი თუ მან დემონსტრაციული დარღვევა გააგრძელა და იმ შეფუთვაშიც იყო სიყალბე. იმიტომ რომ ადამიანი ამბობდა პრეზიდენტი ამ ქვეყნისა, საქართველოს პრეზიდენტი, სხვა ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, საქართველოს პრეზიდენტი ამბობდა რომ ფორმალურად ვასრულებთ და შარშანაც არ გვეკუთვნოდა. მაშინ როდესაც ყველაზე კრიტიკულ შემფასებლებსაც უჭირთ
ამგვარი შეფასება საქართველოს საწინააღმდეგო ჩვენს მიერ შესრულებული მოქმედებების რეკომენდაციების და ევროდირექტივების. დიახ, ცალსახად. ქართულ ოცნებაში ყველა მხარს უჭერს განსხვავებული აზრი. 84 ხმა დაფიქსირდება, 83 რო დაფიქსირდა და ერთი რომელიღაც არ ესწრებოდეს, ამ შემთხვევაში ასე თქვით, დააკლდაო? ესე იგი რა? ორგანულ კანონებს ვიღებ 77, 78 ხმი და 80 არა, ის 4 დეპუტატის ხელმოწერა არ აქვს, რომელიც ფიზიკურად არ იყვნენ და როგორ ფიქრობთ, ისინი არ უჭერენ მხარს? ესე ძალიან სპეკულაციური, ამაშინ უნდა იწყებთ ძაღლის თავის ძებნას არ არის თან. ასევე ბნელ ოთახში კატის ამბავი, თან შავი კატის ამბავით შეიძლება მოვიყვანოთ, მოვიტანოთ მაგალითად. დიახ. 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 ქალბატონო ხატია. გასაგებია. ქალბატონო ხატია. მესამე კითხვას მისვამთ რაღაც დაშვებასთან. მეოთხეს უკაცრავად შემეშალა მაშინ. მეოთხე კითხვას მისვამთ დაშვებებთან დაკავშირებით. დაშვება თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ რა აზრი გაქვთ და ასე შემდეგ და ამ ოთხივე კითხვას ავითარებთ ზურაბიშვილის კონტექსტში ის რას იზამს. და ნათელმხილველის მე მგონი არანაირი საფუძველი არ გქონია რომ ასე მიგეჩნიეთ. მაგრამ უნდა ბუნებრივი ამბავია ხა არ მაქვს დიდი მოლოდინი. ადამიანი არ გვაქვს დემონსტრაციულად კონსტიტუციას. ფუთავს ევროპულობით ევროინტეგრაციის გზაზე რაღაცას სწორი სულით ფუთავს. ხოლო იმიტომ რომ ამბობს რომ არ გვეკუთვნოდა და არ გვეკუთვნის. ფორმალურად ასრულებდით და შაშანაც არ გვეკუთვნოდა. საქართველოს მტრებმა რაც შეიძლება დააფიქსირონ იმ პოზიციას აფიქსირებს. თან ამბობს რომ ევროპულ გზაზე სიარულში მხოლოდ მე თუ შეგიწყობთ ხელს. არარელევანტურია მისი არც ერთი მოქმედება. და ამ მიზნით და ამ მიზეზით თვითონ და ამ საბაბით არ გვაქვს საქართველოს კონსტიტუციას და პირველი არაევროპულობა კონსტიტუციის დარღვევაში გამოიხატება. არ შეიძლება შენ რაღაცა მიზანი ამარხებს საშუალებას აი ამ ფორმულაში ჩასვა არც მეტი არც ნაკლები საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც მიზნად აქვს თუ არა ევროინტეგრაცია ამ ქვეყნის ესეც სულ მინიმუმ ძალიან რბილად რომ ვთქვა და ძალიან ისე კრიტიკულად კონსერვატიული შეფასებით თუნდაც ჩვენი პოზიციის ღმერთმა იცის და არავინ იცის რეალურად. აი ეს არის სინამდვილე და ამიტომ როდესაც ფუთავთ ესე ნაცმოძრაობა და თქვენი ფავორიტებიც ფუთავენ რაღაცეებს, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა რომ მათ ყველა ღონე იხმარეს და ახლაც აგრძელებენ იმას რომ ევროინტეგრაციაში ხელი შეგვეშალოს. ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად, რაც კი შეიძლება. ლობისტებიც კი დაიქირავეს იმისათვის რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ქართველმა რომ არ იკადრა, არა ქართველმა სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა დასვა საქართველოსთვის დამაზიანებელი კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი კოლეგა ტელევიზიის დაქირავებულ ლობისტებზე გელაპარაკებით. წარმოიდგინე, აქამდე მივიდნენ და ყველა მტკიცებულება გვაქვს ხელის გულზე. ფარა, რომელიც თქვენ რუსულ კანონად გამოაცხადეთ, გვეუბნება მის საფუძველზე ატვირთული იუსტიციის დეპარტამენტში დოკუმენტები გვეუბნება რომ ამ მიზნით ლობისტები ყავთ დაქირავებული ნაცმოძრაობის სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს და ამ დროს ქართულ ოცნებას პრორუსულობას აბრალებთ. აი ეს არის პარადოქსები, რაც რისი გატანაც თქვენ გინდათ, მაგრამ საბედნიეროდ არ გაგდით და საქართველოს მაინც ყოველ ჯერზე იმარჯვებს. დიდი მადლობა.